იყო ერთი ჩიტი ჩიორა. გაზაფხული დადგა თუ არა, ჩიტუნამ შეარჩია ერთი დიდი ხე და ზედ ბუდე აიშენა. დადო 3 კვერცხი და სულ მალე პატარა ბარტყები გამოჩეკა. ჩიტმა ჩეკა, 3 ბარტყი გამოჩეკა, ერთი თიკო, ერთი ეკა, ნაბოლარას ერქვა ლელა. ჩიორა თავს ევლებოდა თავის შვილებს. დახაროდა, დასჭიკჭიკებდა. ერთმა წუწკმა მელამ ჩიტის ბუდეს მიაგნო. ჩიტო, ჩიორაო. რაო, ბატონო მელაო? თუ არ გინდა მოვჭრა თელა, გადმომიგდე შენი ლელა. გასწი წუწკო, არ დაგითმობ ჩემს პაწაწინა შვილ ლელას. თუ არ გინდა მომცე ლელა, იყოს თიკო ანდა ეკა. როგორ თიკო, ეკა, ლელა, დედიკონამ შენთვის ჩეკა? აჭიკჭიკდა სიმწრით ჩიტი. რისხვის ზარი დაირეკა. არ მოშორდა თელას წუწკი, თელის ძირში იჯდა მელა. ჰამ მოვდივარ, დაიმალე მელავ, ყველას დაგეხმარებთ, ვისაც გინდათ შველა. რატომ ტირი ჩიტო ჩიორა, ვინ გაწყენინა? ამ წუწკმელას ჩემი შვილების შეჭმა უნდა. ოდელია, დელია, უმეგობრო ძნელია, მეგობრობით შევძელით დავამარცხეთ მელია. ოდელია, დელია, უმეგობრო ძნელია, ვიმეგობროთ სულ ყველა, დავამარცხოთ მტერია, დავამარცხოთ მტერია.